მოვიდა იესო გალილეაით იორდანეთ იოანესა ნათლის ღებად მისგან და წერია მაშინ მოვიდაო მაშინ მაგრამ ეს მაშინ დღევანდელ დღესაც ცოცხალი და აქტუალურია ისტორიულად მოვიდა მაგრამ მისტიკურად საიდუმლოებრივად ის დღესაც რეალიზებადი უნდა იყოს ჩვენს გულში და ჩვენს სულში იორდანეთ ნათლის ღებად იოანესაგან რა ნათელი უნდა მიიღოს ღმერთმა რომელმაც გალაქტიკები შექმნა იმიტომ რომ ის ვინც იორდანეში იოანესთან მივიდა და ის როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე და ის ვინც გალაქტიკები შექმნა ერთ და იგივე პიროვნებაა ხოლო იოანე აყენებდა მას აჩერებდა რატო აჩერებდა იოანეს ჰქონდა გამოცხადება რომ ის ვისაც მე მიგანიშნებ ღმერთი ეუბნება ის ვისაც მე ვიზეც მიგანიშნებ ის არის ის ვისთვისაც შენ საერთოდ დაიბადე და საერთოდ შეგქმენი და საერთოდ არსებობ გესმით ის არის ის და უცებ მიანიშნა რომ ეგ არის და იოანე რა თქმა უნდა გახარებულია მისი აღსრულებულია ხა დაამოწმებს და სანამ ეს მისიას ბოლომდე აღასრულებს მოვიდა და მის წინაშე დადგა თავი დააღუნა როგორც ხვები აკეთებდნენ ცოდვილები და რა დაემართებოდა წარმოგიდგენიათ იოანეს და იოანე აჩერებს იოანე აყენებდა და ეტყოდა მე მიხმს შენს მიერ ნათლის ღება და შენ ჩემდა მოხვალა ნათლის ღება შენ მიერ უნდა მივიღო იოანეს ჰქონდა გამოცხადება როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ რომ შენთან რომ მოვა ის ვინც მოვა შენთან მოგნათლავს სული წმინდით ანუ იოანე ელოდება რომ ქრისტე მას მონათლავს სული წმინდით და უცებ თავდაღუნული დადგა და შეძრწუნდა რა თქმა უნდა იოანე და აქ უფლის სიტყვებია ძალიან საინტერესო მიუგო იესო და რქვა მას აცადეაც ნახეთ როგორი ტონია აქ როგორი ტონი იკითხება ხო როგორი აცადე ეხლა გაჩერდი ეუბნება რამე თუ ესრეთ ჩვენის დამაჯერებელი რაღაც ესეთი მტკიცე სიტყვას ეუბნება ესრეთ ჩვენის ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე გაუგებარი სიტყვებია აქ არის ერთგვარი იმპერატიული ტონით ეუბნება ეხლა გაჩერდი ეუბნება ეს შენი პროტესტი არ არის საჭირო ესრე უნდა აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე ესია საჭირო ეგრეთ ჩვენის ესია საჭირო ყოველი სიმართლის აღსრულება რა სიმართლეზეა საუბარი საერთოდ სიმართლე რა არის სიმართლე არის ჭეშმარიტება ხო სხვანაირად ვთქვათ რა არის ჭეშმარიტება ვინ არის თავად ღმერთია ანუ საღვთო საქმე უნდა აღსრულდეს ღმერთი უნდა განცხადდეს ღვთისნება უნდა გამოვლინდეს და ამისათვის საჭიროა რომ შენ მორჩილებით გააკეთო ის რაც გევალებ როგორ უნდა ამოხსნა ყოვლადწმინდა სამება ღმერთის საიდუმლოება როგორ უნდა ამოხსნა ღვთის განკაცების საიდუმლოება როგორ უნდა მიიღო ეს საერთოდ და საერთოდ როგორ უნდა გაგეხსნას აი ეს სამყარო გაგეხსნას ამ სამყარო სამგანზომილებიანი სივრცე როგორ უნდა გაიხსნას შენთვის როგორ უნდა გაიხედო როგორ უნდა გაიჭვრიტო ქმნილმა არსებამ ამ სამყაროს ორგანულმა ნაწილმა როგორ უნდა გაიხედო მარადისობაში ერთადერთი გზა არსებობს ეს არის თავდაბლობა ანუ სიმდაბლე გამოხატული ღვთისადმი უპირობო აქცენტს ვაკეთებ ღმრთისადმი უპირობო მორჩილებაში თუნდაც ეს შენთვის გაუგებარი იყოს ეს არის საფუძველთა საფუძველი ქრისტიანული ცხოვრების